გადავშალოთ ბიბლია. წმინდა პავლე მოციქულის მეორე ეპისტოლე ტიმოთეს მიმართ. წმინდა პავლე მოციქულის მეორე ეპისტოლე ტიმოთეს მიმართ. მესამე თავი. მუხლებით 13-14. კითხულობთ. ბოროტი ადამიანები და ცრუმარქვიები კი წინ წაიწევენ უარესისაკენ. სხვებსაც აცდენენ და თავადაც თუნებაში იქნებიან. შენ კი იდექ იმაზე, რაც გისწავლია და რაც გირწმუნია, ვინაიდან იცი, ვისგან გისწავლია. ეს არის უფლის სიტყვები. ვილოცოთ. ღმერთო, სახიერო მამაო, მადლობას გწირავთ შენი სიტყვისთვის, რომელშიც გვაქვს სინათლე და გამოცხადება შენი ნებისა. მოგვანიჭე, რათა ვერ წმუნოთ შენს ძეს, დავიმკვიდროთ საუკუნო სიცოცხლე და ეს რწმენა ვაუწყოთ ქვეყანას. იესო ქრისტეს მიერ გევედრებით. ამინ. მინდა ასეთი კითხვა დაგისვათ. რა ხდება, როცა ბოროტი და თაღლითი ადამიანები აღწევენ წარმატებას? სხვანაირად რომ თქვათ, რა ხდება, როდესაც ბოროტები, თაღლითები კეთილდღეობენ და დღეგრძელებენ? რა ხდება ამ დროს? მოდი ჯერ ვთქვათ ის, რომ ბოროტები და როგორც წმინდა პავლე მოციქული ამბობს, ცრუმარქვიები, იგივე შარლატანები, თაღლითები შეიძლება იყვნენ წარმატებულები. რა თქმა უნდა, თავიანთ ბოროტებაში შესაძლებელია, რომ ბოროტი ადამიანები კეთილდღეობდნენ და დღეგრძელებდნენ. ალბათ ყველას გვსმენია სიკვდილის ანგელოზი აუშვიციდან. ხარ გახსოვთ რა ერქვა? ექიმს. ლუკა ექიმი იყო, თანაც სამეცნიერო ხარისხი ჰქონდა. ორ უნივერსიტეტში. სიკვდილის ანგელოზი აუშვიციდან. იოზეფ მენგელე. ის იყო გერმანელი ოფიცერი და როგორც ექიმმა გადაწყვიტა საკუთარ ერს დახმარებოდა. როგორც ექიმი. მე მის შესახებ გავიგე და მოვისმინე, როდესაც ვიმყოფებოდით აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში. ისე ყველამ უნდა ნახოს ის საშინელი ადგილი, რომ გაიაზროს, რა საშინელება და საძაგლობა რასიზმი, ფაშიზმი, ანტისემიტიზმი, გაუტანლობა. შეიძლება პატარა პორციებში, როდესაც გვესმის ამ ყველაფრის შესახებ, ისე ვერ აღვიქვამთ ანტისემიტიზმის, რასიზმის, გაუტანლობის, ერთი ერის მეორე ერზე უპირატესობის და დამცირების
განცხადებებს, სიტყვებს პატარ-პატარა პორციებით, ისეთი საშინელი არ ჩანს. მაგრამ ეახლეთ იმ საშინელ ადგილებს, სადაც ამ ყველაფერმა დატოვა საშინელი კვალი. იოზეფ მენგელე ის ფიქრობდა, რომ უნდა დახმარებოდა თავის ერს. როდესაც ხალხი შემოყავდათ აუშვიცის ბანაკში, თავად პირადად ხვდებოდა ტყვეებს და ყველაზე საყვარელი მისთვის ბრჭყალებში საექსპერიმენტო ტყვეები იყვნენ ვინ? ბავშვები და ბავშვებს შორის ვინ? ტყუპები. ის თვლიდა, რომ წმიდა რასის ბრჭყალებში, გერმანული რასის, ყველაზე კარგი რასის ბრჭყალებში საიდუმლო ტყუპებშია. და ახდენდა ექსპერიმენტებს. მაგალითად, ტყუპებიდან ერთ-ერთს ექსპერიმენტულად დაავადებდა ტიფით ან ტუბერკულოზით. აყენებდა ტკივილს და შემდეგ აკვირდებოდა მეორე ტყუპის ცალს. ის ამბობდა, რომ ტყუპების საშუალებით უნდა გამრავლდეს საუკეთესო რასა, როგორც ის თვლიდა. ბავშვები ბიძია მენგელესაც უწოდებდნენ მას. ფრაზაც არის მენგელეს ბავშვები. ეს იყო სადისტი, საშინელი ანტისემიტი, რომელიც იყენებდა თავის ცოდნას, მედიცინას, იმისათვის, რომ ტკივილი მიეყენებია, დაემცირა. შეხედეთ, როგორ გარდაიცვალა, ან როგორ გაქრა მისი კვალი. არანაირი უბედური შემთხვევა, არანაირი ელვა არ დასცემია მას თავში. არანაირი განუკურნებელი სენი, კიბო ან რაღაცა. გაექცა მართლმსაჯულებას. არგენტინაში გადასახლდა. არგენტინიდან შემდეგ ბრაზილიაში. და გარდაიცვალა გადმოცემის მიხედვით, როდესაც ბანაობდა. მოკლედ, ყველანაირი წვალების გარეშე, ყველანაირი გამაყუჩებლების გარეშე, მოვლის გარეშე გარდაიცვალა. მართლმსაჯულებას გაექცა, ვერავინ ვერ იპოვა, ვერავინ ვერ ნახა. გერმანიის უნივერსიტეტებმა ჩამოართვეს სამეცნიერო ხარისხები, მაგრამ ხო გაექცა მართლმსაჯულებას. ხო კარგად იცხოვრა. ზოგი ოცნებობს არგენტინაში წასვლას ამ ბრაზილიაში. თავისი საქმე გააკეთა, ჩაატარა თავისი ექსპერიმენტები, გადასახლდა, იცხოვრა და ბანაობისას გარდაიცვალა. ნეტარი თეოდორიტე კვირელი, რომელიც გახდათ როგორც ცნობილი პატროლოგი ოტო ბრენჰევერი ამბობდა უკანასკნელი დიდი ანტიოქიელი ეგზეგეტი. ერთ-ერთ თავის წერილში ნუმერაციით 180, ეს იყო წერილი ანტიოქიის ეპისკოპოსისადმი, ამბობს ასეთ სიტყვებს, როგორც იქნა, თუმცა დაგვიანებით მოკვდა ბოროტი ადამიანი. და შემდეგ ის აგრძელებს ამ წერილში. ბოროტები დიდხანს ცხოვრობენ. სამართლიანობის გამო უნდა ითქვას, რომ ამას უსამართლოდ ლაპარაკობდა იმ პიროვნების შესახებ, ვისაც გულისხმობდა. ჩვენ ვიცით, ვისაც გულისხმობდა და ეკლესიამ შემდეგში აღიარა, რომ ეს იყო უსამართლო განაცხადი იმ დიდებული წმინდა ღვთისმოსავი ადამიანის მიმართ, მაგრამ აი ეს სიტყვები, ეს არის მეხუთე საუკუნე. ღირსი თეოდორიტე კვირელის მოღვაწეობა, მეხუთე საუკუნე. ჩანს ამ სიტყვებიდან, რომ ეკლესიაში ეს აზრი უკვე სუფევდა. ღვთის ერში ეს აზრი უკვე სუფევდა.
რომ ბოროტი ადამიანები უფრო დიდხანს ცხოვრობენ. როგორც იქნა მოკვდა ეს ბოროტი ადამიანიო. დაადევით თქვა მის საფლავზეო, რომ აღარ წამოდგეს და შეგვაწუხოსო. ბოროტი ადამიანები კეთილდღეობენ. თაღლითები აღწევენ წარმატებას. და ეს ფაქტია. ეს ფაქტია. ამას მოწმობს არა მარტო ღირსი თეოდორიტე კვირელის ეს სიტყვები, არა მარტო მენგელეს ისტორია, უამრავი ისტორია. უამრავი ამბავი. როგორც ბიბლიური, ასევე არაბიბლიური. როდესაც აშკარად მოძალადე, ბოროტი, ფარისეველი აღწევს წარმატებას, კეთილდღეობს, დღეგრძელებს, არაფერი არ ემართება, ყველაფერი აქვს. ამ სიტყვების განმარტებისას წმინდა იონე ოქროპირი ამბობს, რომ ახლა არის ჟამი ბრძოლისა, ძალისხმევისა, შრომისა. მერე იქნება ჟამი მოსვენებისა, სიმშვიდისა. ჩვენ ხედავთ, რა არის ეს ბრძოლა. ერთი მხრივ ჩვენს წუთის სოფელში ბოროტი ადამიანები აღწევენ წარმატებას. არამც თუ ქრებიან პირიქით. მე მარტო სიმრავლეზე არ ვლაპარაკობ. როცა ერთს მოჭრი და ერთის ნაცვლად 10 ჩდება, 10 მოჭრი და 20 ჩდება. მე ვლაპარაკობ, როცა თავად პიროვნულად ბოროტი და თაღლითი აღწევს წარმატებას. დაუბრუნდეთ ჩვენს ძირითად შეკითხვას. რა ხდება ამ დროს? ბიბლია იძლევა სულ მცირე სამ პასუხს. რა ხდება ამ დროს, როდესაც ბოროტეულები, თაღლითები, ცრუმარქვიები აღწევენ წარმატებას, აქვთ წინსვლა საკუთარ ბოროტებაში და ტყუილში. მოდით, თითოეულ ეს პასუხი განვიხილოთ. რას ამბობს სახლთუწერილი? პირველი, ეკლესიასტეს მერვე თავი. მოდით მოусმინოთ ეკლესიასტეს, რომლის სიბრძნეში ეჭვი არ გვეპარება. ეკლესიასტეს წიგნი. აბა შემახსენეთ, სად არის ეკლესიასტეს წიგნი, რომელი წიგნის შემდეგ არის? როგორ? იგავების. მერვე თავი. ივადექით მერვე თავს. წავიკითხოთ მე-11-მე-12 მუხლები. ჩვენ წინაშია პირველი პასუხი. რა ხდება, როდესაც ბოროტეულები არ ისჯებიან? განაგრძობენ ბოროტის საქმეების კეთებას. მათ ყო არ ისჯება, კვლავ განაგრძობს ტყუილს. მოძალადე არ ისჯება, კვლავ ძალადობს. წავიკითხოთ. მაშასე, მე-11-მე-12 მუხლები. სადაც სწრაფად არ ისჯებიან, არ ისჯება ხოლობიჩი ბოროტი, ადამიანის გული ბოროტებით ივსება. მე-12 მუხლი. თუმცა ცოდვილი 100 ჯერ ჩაიდენს ბოროტებას. რა ამბავია? რა ამბავია 100 ჯერ? ნეტარი იერონიმე სტრიდონელი ამ მუხლის კომენტირებისას ამბობს, რომ 100 ნიშნავს ბევრს. ეს ძალიან ბევრია. მანდა მაინც 100 ჯერ კი არა, ანუ ძალიან ბევრჯერ. როგორც გახსოვთ, იესომ პეტრეს უპასუხა, რამდენჯერ მიუტევო? 7 ჯელო? 7 ჯერ არა, არამედ 70 ჯერ 7 ჯელო, მაგრამ აქ ჩვენ ხედავთ რიცხვს 100, როგორც სიმრავლის აღნიშნავს. თუმცა ცოდვილი 100 ჯერ ჩაიდენს ბოროტებას. ესე იგი ეძლევა მას ამის შესაძლებლობა. არავინ არ აჩერებს, არავინ არ ჟის, არ კვდება, არ ემართება რაღაცა დაავადება. უბედური შემთხვევა არ ხდება მის თავზე.
100-ჯერ რო გააკეთო ერთი და იგივე, ხომ დრო გჭირდება? შესაძლებლობები ხომ გჭირდება ამისათვის? ერთხელ, ორჯერ, სამჯერ არავინ არ გაჩერებს. არავინ არ აღმოჩნდა შენზე ძლიერი. ვერავინ ვერ შეგაჩერა. წლობით კლავდა ტყუპებს, ბავშვებს და შემდეგ ისვენებდა არგენტინაში და ბრაზილიაში. დილას დგებოდა ყავას სვამდა. მერე საბანაოდ მიდიოდა. ახლა არ დაიწყოთ მოინანია და ასეთი რაღაცეები. გავაგრძელოთ კითხვა. პასუხი ჩვენ წინაშია. თუმცა ცოდვილი 100-ჯერ ჩაიდენს ბოროტებას, ღმერთი დიდხანს უთფენს მას. ლუკა, შენ 2013-ს კითხულობ, ხო? როგორ წესი ვიხსე. ნახეთ როგორ წერი 2013-ში. არა ღმერთი დიდხანს უთმენს მას, არამედ მაინც დიდხანს ცოცხლობს. ხო ასე წერია? მაინც დიდხანს ცოცხლობს. შენც 2013-ს კითხულობ, ხო? 2001-ს? ასეც. ანუ ამას. ანუ აზრი იგივეა, მაგრამ ჩვენ სხვადასხვა თარგმანს ვიყენებთ ამ აზრის უფრო მეტად გადმოსაცემად, გასააზრებლად, განმარტებისთვის. უთფენსო ღმერთსო, ეს თარგმანი ამბობს. მაინც დიდხანს ცხოვრობსო. გახსოვთ რა თქვა ნეტარმა თეოდორიტე კვირელმა? ბოლოს და ბოლოს მოკვდა ეს ბოროტი ადამიანი. და შემდეგ რას ამბობს? ბოროტები ძალიან დიდხანს ცოცხლობენ. ბოროტები ძალიან დიდხანს ცოცხლობენ. საიდან აიღო ნეტარმა თეოდორიტემ, ამ მართლა უდიდესმა ეგზეგეტმა? მას სხვათა შორის აგრეთვე უწოდებენ მართლმადიდებლობის ურყევს სვეტს, ნეტარ თეოდორიტე კვირელს. საიდან აიღო და საღვთო წერილიდან, ცხოვრებისეული გამოცდილებიდან. ის არ იცნობდა მენგელეს, მაგრამ უამრავი მენგელე დადიოდა და დადის დღესაც. 100-ჯერ აკეთებს წერიას, იგი მას ეძლევა შესაძლებლობა, რომ 100-ჯერ გააკეთოს, ანუ უამრავჯერ გააკეთოს ცოდვა და ღმერთი, როგორ წერია მე-12 მუხლში, დიდხანს უთფენს მას. ანუ პირველი რაც ხდება, როდესაც ცოდვილები სწოდავენ, კეთილდღეობენ. პირველი ხდება ის, რომ ისინი უფრო მეტად სასტიკდებიან, უფრო მეტად აკეთებენ ცოდვას. რაც უფრო დაუსჯელები, რაც უფრო ახალ ბოროტებას და ტყუილს მოიმოქმედებენ, უფრო მეტად სჩადიან ყოველივე ამას. ანუ ხდება მათი ერთგვარი გაწაფება ბოროტებაში. 50-ჯერ, უკვე მე-80-ჯერ, 100-ჯერ უფრო მეტად გაწაფებულნი ხდებიან, უფრო მეტად დახვეწილნი ხდებიან, უფრო მეტი პროფესიონალები ხდებიან თავიანთი საქმისა. აბა ერთხელ და ორჯერ არ იტყუება მათყუ არა, ის უფრო მეტად იტყუება, უფრო მეტად პროფესიონალი ხდება. ყოველ ჯერზე ის უფრო იხვეწება ბოროტების გაკეთებაში. ყველაზე მეტად დახვეწილი, ყველაზე მეტად ვისაც ჯერ კიდევ ღმერთი უთმენს ბოროტების გაკეთებას, ვინ არის სამყაროში? ეშმაკი, სიცრუის მამა. წარმოგიდგენთ, რამდენი დრო გავიდა, რასაც ის ჩადის ბოროტებას. რამდენი დრო გავიდა და რაოდენ დახვეწილია და თქვენ გინდათ გაუმკლავდეთ მას ქრისტეს გარეშე? თქვენ გინდათ აჯობოთ ამ პროფესიონალ ბოროტ ინტელექტუალურ არსებას ღვთის გარეშე? არ ვიცი, გამოგივათ? ის ყველაზე მეტად დახვეწილი ბოროტმოქმედია.
ყველაზე მეტად დახვეწილი მოძალადია, ყველაზე მეტად დახვეწილი ცილისმწამებელია, ყველაზე უფრო მეტად. ამიტომაც მამაო ჩვენოში იესო გვასწავლის ილოცეთ და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელს, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. ანუ შენ მიხსნენ. ჩვენ არ შეგვწევს ძალა, ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ. მეორე, რა ხდება, როდესაც ცოდვილი არ ისჯება? პირველი პასუხი მე მგონი ეკლესიასთან გასს, ასე არ არის? როგორ შეიძლება ჩამოვაყალიბოთ პასუხი? სადაც სწრაფად არ ისჯება ბოროტი, ადამიანის გული ბოროტებით ივსება, ანუ უფრო მეტად ბოროტი ხდება. უფრო მეტად ავსება ხდება ბოროტების. როგორც წმინდა პავლე მოციქული ბრძანებს, რომ ბოროტები და თაღლითები განიცდიან წინსვლას. ხოთაშორის ის ბერძნული სიტყვა, რომელსაც წმინდა პავლე მოციქული იყენებს, პროკოპტო, სულ ეგვჯელარის ახალ აღთქმაში, ნიშნავს წინსვლას, წარმატებას. იგივე სიტყვა ახალ აღთქმაში გამოყენებულია დადებითი მნიშვნელობითაც. ხოთაშორის ქრისტესთან მიმართებაში, როდესაც ის უფრო მეტად ხდებოდა ბრძენი მის ბავშვობაზე, სადაც არის ლაპარაკი წმინდა ლუკას სახარებაში. იზრდებოდა სიბრძნეში, უფრო მეტად წარმატებული ხდებოდა. ხედავთ, ერთი და იგივე სიტყვა, წინსვლა, შეიძლება იყოს გააზრებული როგორც ცუდი, უარყოფითი მნიშვნელობით და როგორც კარგი, დადებითი მნიშვნელობით. მეორე პასუხი. როდესაც ბოროტეულები, ბოროტი ადამიანი არ ისჯება დროულად და კეთილდღეობს და დღეგრძელებს, გულწრფელებს შეიძლება ეჭვი გაუჩნდეთ. ეჭვი რაში? აბა მოდით ნახოთ ყველამ ერთად რაში. ფსალმუნი 72. რომელიც წიგნის შემდეგ არის ფსალმუნთა წიგნი? რა არის? იობის შემდეგ. დარწმუნებულები ხართ? 72. ასაფის. ფსალმუნი ასაფის. კითხულობ, მეორე მესამე მუხლებს. ორი მუხლი, მეორე მესამე. მე კი კინაღამ გადაუხვიეს ჩემმა ფეხებმა. კინაღამ მომიცურდა ნაბიჯები. რატომ? რა შეემთხვა? რა ხდება? რადგან შემშურდა სულელებისა, რომ ხედავდი ბოროტა კეთილდღეობას. ესე იგი, როდესაც ხედავდი ბოროტა კეთილდღეობას, კინაღამ მომიცურდა ფეხებიო, დაეჭვდა. თუ გააგრძელებთ შემდეგ კითხვას, ნახავთ, რომ ასაფი ამბობს, ჩამონათვალია აქვს, რადგან არა აქვს შეჭირვება სიკვდილამდე, იგივე მენგელე. ნახეთ, ჩამონათვალია, არა აქვს შეჭირვება ამ ბოროტებს სიკვდილამდე, გამტკიცებულია მათი გვამი, არ იტანჯებიან სხვა კაცთა მსგავსად, არაფერი არ ემართებათ. და სხვა ადამიანებივით არ ტვირთ მძიმობენ. და შემდეგ თუ გააგრძელებთ კითხვას, ნახავს, რომ როდესაც ამ ყველაფერს უყურებდიო, როგორ კეთილდღეობენ, არ იტანჯებიან, რა დამემართაო? რა დაემართოს შეიძლება გულწრფელ ადამიანს, იმიტომ რომ პირველ მუხლში წერია ფსალმუნი ასაფისა, რა კეთილია ღმერთი ისრაელის მიმართ, გულწრფელთა მიმართ. რა შეიძლება ამ გულწრფელს დაემართოს? კინაღამ მომიცურდა ნაბიჯები. კინაღამ გადაუხვიეს ჩემმა ფეხებმა. როცა ვხედავდი ბოროტა კეთილდღეობას. რაზე ვსაუბრობთ ჩვენ? ბოროტა კეთილდღეობაზე ვსაუბრობთ. რა შეიძლება გამოიწვიოს ბოროტა კეთილდღეობამ გულწრფელ ადამიანებში?
რომლებსაც მართლა უყვართ ღმერთი ან ცდილობენ ღვთის წინაშე სიარულს. ეჭვი. მსგავსი აზრი ჩვენ გვხვდება ძველი აღთქმის კორპუსის წიგნების უკანასკნელ წიგნში. რომელია უკანასკნელი წიგნი ძველი აღთქმისა? რომელი? მალაქია. მალაქიას მესამე თავი. მე-14. წინასწარმეტყველი გამოდის და ეუბნება ღვთის ერს. თქვენ ამბობთ, ფუჭია ღვთის მორჩილება. რას გვარგებს მისი სამსახური და მწუხარეთ სიარული საბაოთ უფლის წინაშე? ეს არის მხილებითი სიტყვა. ასე ლაპარაკობდნენ უკვე. როდესაც უყურებდნენ ბოროტეულთა კეთილდღეობას, მათ გონებაში გაჩნდა ასეთი აზრი. რა საჭიროა საერთოდ ღვთის მორჩილება? რა საჭიროა? რა საჭიროა სიცივეში ეკლესიაში სიარული? რა საჭიროა საერთოდ ცოდვების მონანიება? რა საჭიროა მარხვა? რა საჭიროა წმინდა ცხოვრება? რა აზრი აქვს ამ ყველაფერს? ეს ეჭვია. ეს იმედგაცრუება. ეს შეიძლება გაჩნდეს. და ჩვენ ხედავთ, რომ ასაფის გულშიც კი ვინ იყო ასაფი? დავითის თანამედროვე, არაერთი ფსალმუნის ავტორი, ღვთისკაცი იყო. მის გულშიც კი წარმოიშვა ასეთი აზრი. როდესაც ის უყურებდა რას? როგორ წავიკითხეთ? ბოროტეულთა კეთილდღეობას. კინაღა მოვცურდიო. კინაღა მოვცურდიო. იგივე აზრი მალაქიასთან. უფალი ამ ხელს მათ და ეუბნება, როგორ ბედავ და როგორ ლაპარაკობთ ამ სიტყვებს. მესამე პასუხი ბიბლიიდან. მესამე პასუხი ბიბლიიდან ჩვენ შეიძლება ამოვიკითხოთ იმავე წიგნში, მალაქიას წიგნში გაგრძელებაზე. აი რა წერია მე-16 მუხლში. მიაქცეთ ყურადღება, ეს მე-16 მუხლი რა სიტყვების შემდეგ არის დაწერილი. მე-15-ში წერია, ბედნიერები არიან ამ პარტავნები. ანუ ხედავთ, იგივე აზრი. ცოდვილები ბედნიერები არიან. აშედნენ კიდეც ბოროტმოქმედნი. რაზე ვსაუბრობთ? ბოროტმოქმედნი შეიძლება აშენდნენ? წერია აშენდნენ და შენდებიან და შენდებოდნენ. ღმერთი კი გამოსცადეს და გადარჩნენო. ხედავთ რა წერია მე-15 მუხლში. ანუ გააბრაზეს ღმერთი, შესწოდეს ღვთის წინაშე, კიდევაც გადარჩნენო. ეკლესიასთან რა წავიკითხეთ? 100 ჯერ შესწოდავს ცოდვილი და მაინც დიდხანს ცხოვრობს. მაინც უთბენს ღმერთი. ეხლა შეხედეთ მესამე რეაქცია. მესამე რეაქცია ეს არის ჭეშმარიტი ღმერთის მოშიშეების რეაქცია. რა წერია მე-16 მუხლში? აი ამ დროს, როდესაც ადამიანებს ეჭვი უჩნდებათ, იმ დროს, როდესაც ბოროტეულები კეთილდღეობენ. მიაქცეთ ყურადღება, როგორ იწყება მე-16 მუხლი, როცა აი ნუ ყველაფრის ამ მოვლენების დროს საპირისპიროდ ამ ყველაფრისა უფლის მოშიშნი ლაპარაკობენ ერთმანეთში. ყურს უგდებს უფალი, ესმის და იწერება მის წინაშე სამახსოვრო წიგნი, უფლის მოშიშთათვის და მისი სახელის მომხსენიებელთათვის. რას ნიშნავს ეს? უფლის მოშიშები მიუხედავად ამ ყველაფრისა, მიუხედავად ბოროტეულთა კეთილდღეობისა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ გულწრფელ მორწმუნეში შეიძლება გაჩნდეს ეჭვი და იმედგაცრუება და მოუცურდეს კიდეც ფეხი. რაღაც მომენტში არსებობს ხალხი, არსებობენ ღმერთის მოშიშები, რომლებიც ამბობენ. ჩვენ მაინც განვაგრძობთ
წმინდა ცხოვრებას. ჩვენ მაინც განვაგრძობთ მსახურებას. ჩვენ მაინც მიგვაჩნია, რომ ღმერთი არის სამართლიანი საჯული. და თუ ადამიანმა ამ ცხოვრებაში არ იწვნია ჯეროვანი პასუხი, აუცილებლად წარდგება მისი სამსჯავროს წინაშე. ღმერთის მოშიშები ერთმანეთში ლაპარაკობენო, ხედავთ? დღეს ღმერთის მოშიშები, ვინც იწოდებიან ღმერთის მოშიშებად, ერთმანეთში რას ლაპარაკობენ? როცა მორწმუნეები ერთმანეთს ხვდებიან, რაზე საუბრობთ? რაზე საუბრობთ? რა გაქვს სასაუბრო თემა? რაზე საუბრობთ საერთოდ? ღმერთის მოშიშები კათედრიდან კი არ ქადაგებენო, რა წავიკითხეთ ახლა? ერთმანეთში საუბრობენ. რაზე? ნახეთ, ისინი საუბრობენ ღმერთზე, მის გზებზე, განგებულებაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი არ იძრგუნებიან, არ ცтунდებიან, არ მიეცემიან იმედგაცრუებას. იმის გამო რომ ბოროტეულები კეთილდღეობენ. სხვები ეჭვდებიან და მიეცემიან გარკვეულ წუხილს ამის გამო. მაგრამ სხვები სხვანაირად იქცევიან. იმავეს ლაპარაკობს ჩვენ მიერ ძირითად წაკითხულ ტექსტში წმინდა პავლე მოციქული. ბოროტი ადამიანები განიცდიან წინსვლასო, ანუ წინ წაიწევიან. შენ კი, ხედავთ კონტრასტი. ისინი ასე აკეთებენ, მაგრამ შენ კი რა გააკეთეო? დაუბრუნდით ჩვენ ძირითად ტექსტს. შენ კი იდექ იმაზე, რაც გისწავლია და რაც გირწმუნია. იდექ იმაზე, რაც გიწამია, რაც გირწმუნია, რაც გისწავლია. ანუ გააგრძელე ლაპარაკი, როგორც ღმერთის მოშიში ლაპარაკობს. როგორც უფალი ბრძანებს გამოცხადების წიგნში. ცოდვილი განაგრძობდეს ცოდვის გაკეთებას, ხოლო წმიდანი კვლავ წმიდავდებოდეს. ღვთის მოშიში ადამიანი არის სტაბილური ადამიანი. მან აიღო გეზი, გამოიმუშავა ჩვევა, იაროს ღვთის წინაშე და მიუხედავად რა ხდება მის გარშემო, ის განაგრძობს ნებისმიერი წინააღმდეგობის მიუხედავად სვლას წინ. ლიმონი რომ გაწუროთ, რისი წვენი გამოვა? რისი? ლიმონის. ხო სწორია, ლიმინის არა, ლიმონის. უკუმშველი ფუძია, ლიმონის. ყურძენი რო გაწუროთ, რისი წვენი გამოვა? ყურძნის. რატომ არის ქრისტიანი რო იწურება, გინება გამოდის ზოგჯერ? ან კიდევ რაღაცა სხვა. როდესაც იწურება, როდესაც რაღაც განსაცდელში ხდება. წესით უნდა გამოვიდეს ქრისტიანიდან ვისი წვენი? ქრისტიანის წვენი, ხო? თუ მაგინებლის, გაბრაზებულის, იმედგაცრუებულის, მკრეხელის. რატომ ხდება ასე? სად არის ღმერთის სამსჯავრო? რატომ განაგრძობს მოძალადე ძალადობას? რატომ არის კვლავ უსამართლობა? და ასე შემდეგ. რატომ გამასწრო რიგში? რატომ გადამიჭრა გზა? 1000 რამ შეიძლება ცხოვრებაში მოხდეს, რომელსაც ჩვენი წვენი გამოყობს. და სხვა შორის ეს ძალიან კარგიც არის, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ რა წვენი გამოვიდა ჩვენგან. ხო სწორია? მომენტალურად. მოისმინე უსამართლო კრიტიკა შენი მიმართულებით ან დაცინვა, რა მოხდა შენს გულში? აფეთქდი? კბილების ხრჭენა, ჩასაფრება, შურისძიება, თუ რა სიყვარული მიტევება, გააჩნია. სამი რეაქცია, რაც შეიძლება მოყვეს ბოროტი ადამიანების წარმატებას ბოროტ საქმეებში. წმინდა იონე ოქროპირი ამბობს, რომ მიაქციეთ ყურადღება, ის არ ამბობს
წმინდა პავლე მოციქულიო ამბობს ეკლესიის მამა, რომ ისინი წინსვლას განიცდიან სულიერ სიმშვიდეში, არამედ ბოროტებაში. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი სრულყოფილები ხდებიან სიკეთეებში, ღვთის მიერ ბოძებულ კურთხევებში, ისეთი კურთხევები, როგორიც არის სიმშვიდე, სიხარული და ასე შემდეგ. მაგრამ ფაქტია, რომ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხდება. მინდა გავიხსენო ერთი დიალოგი სერვანტესის დონ კიხოტიდან. ჩვენი გმირი საუბრობს ბაკალავრთან. პირველ ნაწილში არის ეს დიალოგი. და ეუბნება ბაკალავრს, რომ მე ახმა დავდევიო. დონ კიხოტი ამბობს, მე ახმა დავდევიო, აღთქმა დავდევიო. ვემსახურო კეთილს, აღვადგინო სიმართლე და დავაცხრო ბოროტებაო. და სწორედ დაუღალავად, მოშურნეთ, ვეძებ ამ ყველაფერს, ჩემი ამ ქვეყნად მოგზაურობითო. ის მოგზაურობს ქვეყნად და ყველგან ცდილობს გაათავისუფლოს დაჩაგრულები, დაიცვას უძლურები. და ბაკალავრი პასუხობს, კი, მაგრამ მე სულით ხორცამდე უდანაშაულო ვარ და შენთან შეხვედრის შემდეგ ფეხი მომტყდაო და სამუდამოდ დავკოჭლდიო. და ასეთი უსამართლობა, ასეთი ბოროტება ჩემ ცხოვრებაში არ შემხვედრიაო. რაც შენ გამიკეთეო. და დონ კიხოტი პასუხობს, ამ ქვეყანაზე ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდაო. ამ ქვეყანაზე ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდაო. ყველა სურს დაინახოს ბოროტეულის, მოძალადის მომენტალური დაჟე და ის რომ მისი კეთილდღეობა არ გაგრძელდეს. მაგრამ ყველაფერი ისე არ ხდება. ის ეუბნება ბაკალავრს, მე ვარ ასეთი და ასეთიო, შენ თუ ასეთი და ასეთი ხარ, კარგიო. მე ხო უდანაშაულო ვარო. მე რა დავაშავეო? მე სულით ხორცამდე უდანაშაულო ადამიანი ვარო. და ის შენთან შეხვედრის შემდეგ ხეიბარი და კოჭლი ვიქნები მთელი ცხოვრებაო. ყველაფერი ისე არ ხდება ამ ქვეყანაზე, როგორც ჩვენ გვსურს. და ახლა მივადექით გულის გულს და ყველაზე უფრო მთავარს. ვინ და იესო ქრისტე მართლა არ იმსახურებდა იმას, რაც მას შეემთხვა? ეთანხმებით თუ არა? დავანებოთ თავი იმ ჭეშმარიტებას ამ წუთში, რომ ის იყო და არის მესია, ღვთის ძე, ღვთისაგან მოვლინებული, შეხედეთ ადამიანური გაგებით. ვერ მიაღწია 50 წელს. ვინ და იესოს არაფერი ცუდი არ ჩაუდენია გარდა კეთილისა. აპურებდა უამრავს, კურნავდა. დადიოდა ღვთის წინაშე, იყო მართალი. პილატემ თქვა, არაფერი ჩაუდენია ამ კაცსო, თქვა თუ არა, თანაც რამოდენიმეჯერ ხელიც დაიბანა. ავაზაკმა თქვა ჯვარზე, მას არაფერი არ გაუკეთებიო. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ის მოკვდა, მას უსამართლოდ მოექცნენ. გაასამართლეს. მათივე სასამართლოთი, უსამართლო სასამართლოთი გაასამართლეს. თავადვე დაარღვიეს სასამართლო პროცედურები. გაასამართლეს ღამე, გაასამართლეს ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი. ვერ უმტკიცებდნენ ბრალს. მაგრამ მან იწვნია უსამართლობა კეთილდღეობის ნაცვლად. იწვნია სიკვდილი, დაღვარა სისხლი. რატომ გააკეთა მან ეს? რატომ მოხდა ასეთი რამ მასზე? რატომ შეემთხვა მას ეს ყველაფერი? იმისათვის, რომ ჩვენ
შევძლოთ ღმერთთან დაბრუნება. იმიტომ რომ მისი გულისთვის, მასში, მისით, მისი სისხლით ჩვენ გავხდეთ მისი შვილები. დავიმკვიდროთ საუკუნო სიცოცხლე, ღვთის სასუფეველი და შევძლოთ გავაგრძელოთ ცხოვრება მიუხედავად ბოროტების კეთილდღეობისა, ყოველგვარი იმედგაცრუების, ეჭვის გარეშე და დავრჩეთ ერთგულები მისი ნების. და ჩვენ შევძლებთ ამას ღვთის შეწევნით ქრისტეს გულისთვის. ამინ.